აქაც ხორი, თან შავი. ეს კი ცნობილი ჩინური მთვარის ნამცხვარია. იცით რისგან მზადდება ის? გაგიკვირდებათ და სწორედ აქ, სიუანვეის ლორის ქარხანაში ვნახე და გავიგე, რომ უგემრიელესი მთვარის ნამცხვარი სწორედ ხორისგან მზადდება. მაშ ასე, ვნახოთ რა ხდება ლორის ქარხანაში. სიუანვეის ლორის ქარხანა გასულ რეპორტაჟში დაგათვალიერებინეთ, სადაც აქცენტი ლორის დამზადებაზე იყო გაკეთებული. ამჯერად კი გავეცნოთ ხორისგან ტკბილეულის დამზადების პროცესი. მთვარის ნამცხვრის შიგთავსი მზადდება იუნან სიუანვეის ლორისგან, რომელიც შეხამებულია ფერმის კონთან და მოხარშულ ხორბლის ფქვილთან. პირველად გავიგე, რომ ხორისგან შეიძლება ტკბილეულის დამზადება. ეს არის მთვარის ნამცხვარი, ძალიან პოპულარული ჩინეთში და ძალიან გემრიელი. ის ტრადიციული იუნანის არომატის ფორმულას წარმოადგენს და ხორცისა და არომატული თაფლის ნაზავი. ხელში აქ მილიონ ცალ მთვარის ნამცხვარს მუნქეით საწარმოებენ. სიუანვეის ლორის მთვარის ნამცხრები ძალიან პოპულარულია და იუნანის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი. მთვარის ნამცხვარი სხვადასხვა ნაზავისგან მზადდება. არომატიც განსხვავებულია. მაგალითად, მის შიგთავს ამზადებენ როგორც ყვავილებისგან, ისე სხვა მცენარეებისგან. მაგალითად, მარილიანი, მდიდარი სიუანვეის ლორის ნაზავი თაფლისა და შაქრის კრისტალებთან. აქ რასაც ხედავთ ამ ბანერს, ეხლა ეს არის მთვარის ნამცხვარი, რომელიც ამ ქარხანაში იწარმოება. დაახლოებით არ ვიცი რამდენი სახეობის მთვარე არის სხვადასხვა სახეობის მთვარის ნამცხვარი და მე არასდროს წარმომედგინა და არც მქონდა ინფორმაცია, რომ ხორისგან შესაძლებელი იყო ტკბილეულის და ნამცხრების დამზადება. ხედავთ რამდენი გამხელა ასორტიმენტი აქვს წარმოდგენილი. მას ფენოვანი ცომის მსგავსი ქერქი აქვს, რომელიც მსხრევადია და ზოგჯერ ტრადიციული ხორის ქონით მზადდება. ახლა კი დაგემოვნების დრო დადგა, ვაგემოვნებ ყველა იმ პროდუქტს, რომელსაც ამ ქარხანაში აწარმოებენ, რამდენიმე სახეობის ლორი და ბუნებრივია მთვარის ნამცხვარი. ძალიან გემრიელია. ლორი და ნამცხვარი ერთად არასდროს გამისინჯავს, მაგრამ სხვა რა გზაა. უგემრიელესია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ხორისგან შეიძლებოდა ნამცხვრის და ტკბილეულის დამზადება. დროებით. და ეს ყველაფერი, რაც აქ ვნახეთ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.